აღმასრულებლის პროფესია სამ ძირითად პრინციპს აერთიანებს: პასუხისმგებლობას, მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. ჩემი გზა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირებით დაიწყო. ბიურო არის ადგილი, რომელიც ყოველდღიურად გაძლევს განვითარების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც რთული გამოწვევების წინაშე დგანან. მნიშვნელოვანია იპოვო ბალანსი სამართლებრივ ჩარჩოებსა და ადამიანურ ისტორიებს შორის. ჩვენი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მათი უფლება და კანონიერი ინტერესი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. იურისტისათვის ეს არის სფერო, სადაც შრომის ნაყოფს, აღდგენილ სამართლიანობას ყოველდღე საკუთარი თვალით ხედავ. ხშირად საქმის წარმოებაზე მეტ დროს ადამიანების მოსმენას, მათ დამშვიდებას და იმედის დაბრუნებას უთმობთ. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს საქმიანობაში. ხშირად საზოგადოებაში არსებობს წარმოდგენა, რომ თითქოს აღმასრულებლის საქმიანობა მხოლოდ იძულებით ღონისძიებებს უკავშირდება. სინამდვილეში, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი მხარეთა შორის მორიგება, მედიაცია და ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებაა, რომელიც პროცესს ნაკლებად მტკივნეულს გახდის. ჩვენ კანონის ფარგლებში თითეული მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს თანაბრად ვიცავთ. ამ პროფესიამ ადამიანების უკეთ გაგება, მოთმინება და ემოციების მართვა მასწავლა. მასწავლა, რომ თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. დარღვეული უფლებების აღდგენას, ყოველდღიური დაუღალავი შრომა და რაც მთავარია, პროცესის ბოლომდე მიყვანა სჭირდება. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის ეს საქმიანობა სამსახურზე მეტი. აღმასრულებლობა ადამიანების და სამართლიანობის სამსახურში ყოფნა. ხშირად მოქალაქეების ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ვერთვებით. ამიტომ ჩვენი უპირატესი პასუხისმგებლობაა თითოეულ მათგანს მოვუსმინოთ და პატივისცემით მოვექცეთ, რომ კანონის აღსრულების პროცესში მათი ღირსება არ შეილახოს. მნიშვნელოვანია ვიყოთ სამართლიანი და ყოველ გადაწყვეტილებაში კანონის აღსრულებასა და ადამიანის ინტერესებს შორის სწორი ბალანსი შევინარჩუნო. როდესაც პროცესი მორიგებით სრულდება, ხვდები, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ხშირად გვიწევს სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაცია, რაც დიდ პროფესიონალიზმს და მოთმინებას მოითხოვს. კანონმდებლობის დაცვასთან ერთად აღმასრულებელს ყურადღებით მოსმენის უნარი და ემპათია სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციის ზუსტად შეფასება და მიუკერძოებლობის ბოლომდე დაცვა. აღმასრულებელი ქვეყნის სამსახურში დგას და ხელს უწყობს კანონის აღსრულებას. ეს პროფესია ყოველდღიურად გვასწავლის დისციპლინას, წესრიგს და პასუხისმგებლობას როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. ჩვენი საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება. ყოველდღურად გვიწევს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტური სიტუაციების მართვა. აღმასრულებელი მხოლოდ სამართლებრივი პროცესის მონაწილე არ არის. ის სამართლიანობის აღსრულებისა და სამოქალაქო სამართლებრივი თანასწორობის დაცვის გარანტია. თავიდან მეგონა, რომ ყველა პროცესი სტრესული იქნებოდა, მაგრამ პირველმა სამუშაო დღემ ერთი რამ განსაკუთრებით დამანახა. მიუხედავად პროფესიული სირთულეებისა და გამოწვევებისა, აქ მარტო არ ხარ. ყოველთვის მზად არიან მხარი დაგიჭირონ, გაგიზიარონ ცოდნა და გამოცდილება. ეს გუნდური ძალისხმევა გეხმარება, რომ უფრო სწრაფად განვითარდე და თავდაჯერებულად იგრძნო თავი. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ იძენს რეალურ მნიშვნელობას, როდესაც ის პრაქტიკაში სრულდება. ეს პროფესია მოითხოვს პრინციპულობას, ობიექტურობას და ადამიანებთან ურთიერთობის მაღალ კულტურას. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ დარღვეული უფლებები აღდგეს. სწორედ ამიტომ აღსრულების სისტემა მართლმსაჯულების მყარ საყრდენს წარმოადგენს.